მივესალმოთ თოზ გულმამედლის. მოგესალმებით ყველას, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ამ შესაძლებლობებისთვის. მე მინდა ელემენტარულით დავიწყო თუ როგორი საქართველოში მინდა ვიცხოვრო. მე მგონია რომ ამ სიტუაციას ყველაზე მეტად ეს სიმარტივე უხდება. აი როგორი წარმომიდგენია, როგორი საქართველო წარმომიდგენია. ისეთი საქართველო რომ დაუშვათ დმანიში ვცხოვრობ, რომელიმე შორეულ სოფელში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალი ვარ და ვარ ძალადობის მსხვერპლი. მაგრამ არ მეშინია, ანუ პირველი შემთხვევაშივე გადავწყვიტე რომ წავსულ ვიყავი, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი უფლებები დაცულია. ჯერ ერთი საზოგადოებას არ განსჯის, ჩემ მხარეც იქნება ეს საზოგადოებაც და სახელმწიფოც დაიცავს ჩემ უფლებებს სასამართლოშიც და ყველგან საცხოვრებელი სახლი მექნება, ჩემ ბავშვთან ერთად გავაგრძელებ ცხოვრებას, სანამ სამსახურს ვიშოვი, სანამ ენას ვისწავლი ქართულ ენას, მანამდე მინიმალური შემოსავალი მექნება, რომ მშიერი არ დავრჩეთ. დღეს საქართველოში ქალებს არ გვაქვს ეს ფუფუნება სამწუხაროდ. ასევე მინდა ესეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც 1000-ჯერ იგივე კითხვაზე პასუხისკაცემა არ მომიწევს, რომ თუ რატომ ვერ ისწავლეთ ენა. გავიგე, არ ვიცით. აი, არ მითხდებოდეს მაგის თქმა, რომ ჩემ მშობლებმა არ იციან. ჩემი დაწმაც არ იციან ქართული ენა. არ იციან. 60 წლის ადამიანი თავიდან ვერ დაიბადება და თავიდან სკოლაში ვერ ივლის, ვერ ისწავლის. თუმცა ესეთ საქართველოში მინდა ვიცხოვრო, რომ ჩემი მშობლებიც დანარჩენი მოსახლეობასთან ერთად იგივე უფლებები ჰქონდეს, იგივენაირად ხელმისაწვდომობა ჰქონდეს საბაზისო ელემენტარულ რესურსებზე, როგორიც არის სოციალური დახმარება, როგორიც არის მერიის რაღაცა ძამლების დაფინანსება. ხო, ელემენტარულია, არაფერს არ ვითხოვთ ისეთ რაღაცა სასახლეებს და იმას ელემენტარულს ვითხოვთ, თუმცა ამ ელემენტარულზე ჩვენ არ გვაქვს ხელმისაწვდომობა. ელემენტარულია ისიც, რომ ჩავრთე ტელევიზორი და გავიგო რა ხდება ჩემ ქვეყანაში. თუ ენა არ იცი, ჩართავ ტელევიზორს, ყველაფერი არის ქართულად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ასევე უნდა იყოს აზერბაიჯანულადაც, სომხურადაც და კიდევ რამდენი ენაც საჭიროა. ხშირად მაგაზე რომ საუბრობთ, ამბობენ რომ ეხლა თქვენ რომ მოითხოვთ ეთერს, ხო, სხვებიც მოითხოვონ. მოითხოვონ. ანუ მაგაში რა არის, ანუ ვერ ხვდები რატომ არის საშიში რომ ტელევიზიაში, ანუ სომხურადაც გავიდეს, აზერბაიჯანულადაც გავიდეს და რუსულადაც გავიდეს. ანუ რას კარგავთ? მართლა ვერ ხვდები რას კარგავთ ამით. თუ ისედაც ამისთვის არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ხო, ამ შემთხვევაში საზმაოს გულისხმობ. რატო არის საშიში რომ ეს ბიუჯეტი დაიხარჯოს სწორად? ასევე მინდა ისეთი საზოგადოებაში ვიცხოვრო, რომ შიშები არ მქონდეს. ანუ ტაქსში რომ ზივარ, თ და ტს დრო შემეშალოს, მაგის მეშინია რომ მაგით გაიგებენ რომ არ ვარ ქართველი. და მაგით დაიწყება ჩემი დისკრიმინაცია. ან დედა ჩემთან ერთად რო გავდივარ, რომელიც ჩანს რომ აზერბაიჯანელია თავშალის გამო. ჩანს და სულ ესე შიშით ვარ, სულ ფრთხილად ვარ, რომ დედა ჩემიც ფრთხილად არის, რომ არ გავაღიზიანოთ სხვები და რამე ცუდი არ თქვან და ხასიათი არ გაგვიფიჯონ. ზოგადად ისე ვართ გაზრდილები, რომ აი ზედმედი არ მოგივიდეს ესე, ანუ არ უნდა გააღიზიანოს სხვები, ქართველები, არ უნდა გააღიზიანოთ, თორე გაგაგდებენ ქვეყნიდან. ესე ვართ გაზრდილები და მინდა რომ ამ შიშებისგან თავისუფალი ვიღოთ, ანუ თავისუფლად ვიაროთ ქუჩებში, მე და დედა ჩემი აზერბაიჯანულად ვისაუბროთ და არაფერის არ შეგვეშინდეს. ანუ ხო ხდებით, ძალიან მარტივია, ხო? ანუ არაფერი ისეც შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ეს შიში არ გქონიათ. ანუ ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა. და ასევე ისეთ ქვეყანაში, რომ დედებს არ მოუწევდეთ საკუთარი შვილის დატოვება და საზღვარგარეთ წასვლა იმისთვის, რომ შვილს რაღაცა ელემენტარული საჯროებები რომ დააკმაყოფილოს. ასევე ესეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, რომ აი შშმ-ბირები იყოს ინტეგრირებულები. როცა ჩემ სოფელში მოვითხოვე სტატისტიკა თუ რამდენი შშმ ბავშვია,
ნუ გამოვიდა რომ 100 ბავშვია შშმ და როცა ვეუბნები ამის შესახებ ჩემ მეგობრებს ამბობენ რომ მე არ მინახავს შშმ ბავშვის ჩვენ სოფელში. პრინციპში მეც არ მინახავს მიუხედავად ამისა რომ რამდენჯერ გარდაგარ მივლია თიან სოფელში. იმიტომ რომ ეს ბავშვები არ დადიან, არ ჩანან. იმიტომ რომ მაგათთვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს რომ ელემენტარულ უნარები ისწავლონ, გაუმჯობესონ და გარეთ იარონ. ანუ როცა გზა არ გაქვს, რა თქმა უნდა, რთულია ამაზე საუბარი, რომ ედლით მოსარგებლეებისთვისაც კონდეს ადაპტირებული ეს გზა, თუმცა ესეთი საქართველოს გულისთვის, აი მთელი ცხოვრება ვებრძოდი, რომ შშმ ბავშვებს ხედავდე გარეთ, შშმ ადამიანებს ხედავდე სამსახურებში. არ მინდა რომ სადღეგრძელოსავით გამოვიდეს, ანუ ზოგადად მეზიზღება ეს რომ რაღაცა სულ გარგებზე საუბრობ. მე მინდა რომ ვიცოდეთ რა შეგვიძლია დღეს ჩვენ ამ რეალობაში ესეთ საქართველოსთვის. პირველი რაც არის, ეს არის ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის ნდობა. ანუ არ უნდა შემეშინდეს რომ რაღაცაზე რომ საუბრობ, ხო, მომიძევს დამტკიცება, რაღაც ციფრები ისის ძალიან მზად უნდა ვიყო რაღაცის სათქმელად, რომ დავამტკიცო, იმიტომ რომ არ სჯერათ ხალხს, რომ საქართველოში ესეთი ჯგუფიც არსებობს და ესეთი პრობლემებიც არსებობს. მე მინდა რომ ეს ნდობა გქონდეს და მშვიდად ვისაუბროთ, ერთმანეთს ვენდოთ, რომ კი, ადამიანი თუ ამბობს ესე იგი მასეა ძალიან მარტივია, თორე ესეთი დრამის მოგონება, რა ვიცი, გამიჯირდებოდა მართლა, სპეციალური ნიჭი არ მაქვს. ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია, ანუ ბევრი ვისაუბრეთ, ხო, ჩვენ გაერთიანებაზე, როგორ გავაერთიანდეთ და ასე შემდეგ. ჩვენ გვაგვია ეს ერის ცნება, რომ გავიგოთ, ჩვენ ვართ ერთი ერი. ანუ საქართველოს მოქალაქეები ვართ, ერთი ერი და კრიზის სიტუაცია ხანდახან ამისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს ერი შეიქმნას. და მე მართლა მჯერა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ერი შეიქმნას და ჩვენ ერთმანეთის ნდობა, ემპათია ვისწავლოთ. მადლობა ყურადღებისთვის.